ჩვენთან არის ღმერთი. გულითადად მოგილოცავთ დღევანდელ საუფლო დღესასწაულს, მარტვილი ისა, იმავე სულთმოფენობისა. ეს სიტყვა მარტვილია ტერმინი არის უძველესი სახელწოდება დღევანდელი დღის 50-ე დღისა აღდგომიდან და ნიშნავს დამოწმებას. ესე იგი, დღეს მოხდა დამოწმება სულიწმინდის გარდამოსვლით მოწაფეებზე იმისა, რომ ქრისტე ღმერთი არის ბუნებითი ღმერთი, რასაც ის ლაპარაკობდა დღევანდელ დღეს აღსტულდა და შესაბამისად ოდითგანვე დაახლოებით მეორე-მესამე საუკუნიდან საქართველოში ბერძნული გავლენით შემოდის ეს ბერძნული სახელი მარტვილია, რომელიც საბერძნეთში დაკარგულია, მაგრამ საქართველოში იყო მრავალი საუკუნის განმავლობაში ამ დღესასწაულის ასეთი წოდება აქტუალური. შემდგომში შეიცვალა, ამაში დიდი პრობლემა არ არის, მაგრამ თუ კი შინაარსობრივად და ტერმინოლოგიურად განვიხილავთ, რა თქმა უნდა, მარტვილია არის უფრო, ესე ვთქვათ, ზუსტი სახელწოდება. მეორე განა არა ზუსტია, მაგრამ უფრო დახვეწილი მაინც ძველი ბერძნული და ქართულში უკვე უთარგმნელად შემოსული არის დღევანდელი დღის წოდება მარტვილიათ. ამავე დღეს, ანუ დღევანდელ დღეს, ეწოდება ეკლესიის შობის დღე. ანუ ხალხში როგორც ხალხურად რო ვთქვათ, ეკლესიის დაბადების დღე. თუმცა ტერმინი შობა და დაბადება ერთი და იგივე არ არის. ჩვენ კი გონია, ჩემი დაბადების დღე ამბობს ადამიანი. თვითონ ქართული სიტყვები დაბადება და შობა იდენტური ცნებები არ არის. დაბადება არის შექმნა. მაგალითად, და დახბადა ღმერთმა სოფელი ესე. ნიშნავს ღმერთმა შექმნა სოფელი, წუთი სოფელი. მაგრამ როცა არის საუბარი, რომ ღმერთმა შვა ძე, ეს შექმნა არ არის. მამისაგან იშვება ძე, მაგრამ არ იბადება იგი. ესე არ იქმნება იგი. დაბადება და შობა იდენტური ცნებები არ არის. მაგრამ რადგანაც გასაგები იყო ჩვენი საუბარი, აი ვუწოდებთ, რომ ეკლესიის დაბადების დღეა. უფრო გასაგები რო იყოს ჩვენთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ერთი და იგივე სიტყვები შობა და დაბადება არ არის. ეკლესიის დაბადების დღე, როდესაც მოინათლა 3000 კაცი იმ პირველ მარტვილიისას, როდესაც აღსრულდა ეს ყოველივე და შედგა კრებული. რისი კრებული? რა საჭიროა ეკლესიას საერთოდ? აი კითხვა. რა საჭიროა ეს ყველაფერი აქ? ეს თუ ვერ გავარკვიეთ ჩვენ, მთელი ცხოვრება შეიძლება ვიაროთ ეკლესიაში და ვიყოთ ავტომატურად მლოცველები, ავტომატურად ქრისტიანები. რას ეწოდება ეკლესია ჯერ? ეკლესია არის ბერძნული სიტყვა და მომდინარეობს ესეთი ზმნიდან ეკ-კალეო. ეკლესია ორი კეთი იწერება ბერძნულში. ეკ-კალეო ნიშნავს გამოვიხმობ, გამოვიძახებ. საიდან გამოვიხმობ? ეკ არის წინდებული, ნიშნავს გან და კალეო არის მოხმობა, ესე იგი გამოვიხმობ საიდანღაც. ეკლესია რა არის? გამოხმობილთა კრებული. ტაძარი და ეკლესია ერთი და იგივე არ არის. ტაძარი არის შენობა მხოლოდ, მაგრამ ეკლესია სულაც არ არის ჯერ კიდევ ტაძარი. ჩვენ ტაძარში ვიკრიბებით და ჩვენ ვართ ეკლესია. პატრიარქი, მღვდელმთავრები აუცილებლად, სამღვდელოება და მრევლი ერთიანობაში არის კრებული, გამოხმობილთა კრებული. საიდან გამოხმობილთა? წუთი სოფლის ამაოებისაგან გამოხმობილთა.
სოდვისაგან გამოხმობილთა ან სხვაგვარად ისეთი ადამიანების კრებული რომელთაც ესმით ისეთი რამ რაც შეიძლება სხვას არ ესმოდეს და ამით არის გამოხმობილი იმით კი არა რომ რაღაცა გენეტიკურად ან ეროვნებით არის წარმატებული ვიღაცაზე ეკლესიის წევრი არამედ არის ისეთი ცნობიერების მქონე რაც სხვამ შეიძლება არ იცოდეს ამით არის გამოხმობილი ამ წუთის სოფლის მორევიდან ეხლა დაუბრუნდეთ იმას რა კითხვაც და რა საჭიროა საერთოდ ეკლესია გამოხმობილი რო ვარ მე რა უნდა მესმოდეს ისეთი რის მიხედვითაც მე მართლა გამოხმობილი ვარ თუ არა განსაზღვრო რა საჭიროა ეს ყველაფერი ეკლესიის დაბადების დღე გამოხმობილთა დღე კრებული შედგა კი ბატონო გასაგებია რა საჭიროა ეს ყველაფერი აი გუშინ ქონდა ჩვენ საუბარი მიცვალებულთა ხსენება იყო გუშინ და სწორედ ამასთან დაკავშირებით გაუსვით ხაზი როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს არის ძალიან რეალური რასაც ახლა ჩვენ ვიტყვით რთული მაგრამ ძალიან რეალური ეკლესიას თქვენ ალბათ მოგეხსენებათ კარგად ეწოდება დედა ეკლესია დედა მიწასაც დედა ეწოდება მიწა დედა ეკლესია დედა და რო დაუფიქრდეთ ტერმინი დედა რას გულისხმობს აი ქალი არის ქალი ვიდრე არ შობს ის არის ქალი დედათ არ იწოდება ის თქვენ ახლა მეთქვით რა თქმა უნდა რომ დედა იმიტომ ეწოდება ეკლესიას ან დედა მიწა დედა რომ არის მზრუნველი ჩვენზე კი ბატონო სწორია დედა მიწა ზრუნავს როგორც ბარტყებზე ჩვენზე ისე ზრუნავს იმიტომ რომ მიწის გარეშე კაცი ვერ იცოცხლებს მზრუნველი არის კი მაგრამ დედა მზრუნველი არ არის მხოლოდ დედა იმის დედა რომ არის მშობელი იმან თუ არ შვა ის დედა არ იწოდება მაშინ ეწოდება მზრუნველი პატრონი ასეთი პატრონი უამრავი შეიძლება გყავდეს მაგრამ დედა არის ერთი ვინც შვა რასთან გვაქვს საქმე რა მიმართულებით მივდივართ ჩვენ დედა ეკლესია ან დედა მიწა ნუ ეკლესიაზე ვისაუბროთ ჩვენ ვშობს მარადისობისათვის აი დედა მიწა არის ორსულად ჩვენზე ჩვენ აქ არავინ არ ვრჩებით აი მაგალითად ესეთი უფრო გასაგები იქნება აი დედის მუცელში მაგალითად როგორი კარგიც არ უნდა იყოს ბავშვისათვის გონება რო კონდეს დაუშვათ იმისთვის არის იდეალური სამყარო იქ მუქთა ცხოვრობს ბავშვი დედის წიაღში არ ჭირი იცის არ ციცივე არ შიმშილი 60-ი ყოფაა მაგრამ ბავშვს რო კითხო იმას გინდა იყოფნო კი აბა რა თქმა მე შობა რო იცოდეს რა არის შობა წუთის სოფელში განვითარ რა შეჭirdება ამას ამდენ ტკივილი ის იქნება დედის მუცელში ვიდრე დედა იქნება ხო ასე იქნება მართლა მაგრამ ადამიანს ბავშვს არავინ არ გააჩერებს დედის მუცელში მოვიდა დრო შენი ადგილი დედის მუცელში აღარ არის გეტყვიან და ბუნებითად ხდება შობა რა არის შობა ჩვენი შობა რა არის ბავშვის შობა გასაგებია მაგრამ ჩვენი შობა რა არის გარდაცვალება ეკლესია სხვა არაფრისთვის ამზადებს ადამიანს თუ არა სიკვდილის მისაღებად უფრო სწორად სიცოცხლეში გადასასვლელად აი მისთვის გამზადებს ოღონდ სიკვდილისაკენ უნდა წახვიდე
სხვა არაფერი დატვირთვა არ აქვს ეკლესიას. თუ არა მომზადება ჭირისათვის. ოღონდ ჭირში დარჩენა კი არა. ჭირის გავლით ამ სიკვდილზე გამარჯვებით უნდა შეხვიდე სასუფეველში. აი დედა მიწა მილიარდობით შვილი ყავს. ერთი უფრო ადრე მიდის. მეორე ცოტა მოგვიანებით, მესამე ძალიან გვიად. პირობითია ეს ყველაფერი, ხა მარადისობასთან შედარებით 100 წელიც არაფერია. მაგრამ ყოველ დღე შობს დედამიწა. არ აჩერებს თავის წიაღში. მომწიფთა კაცი, ხა წადი, შენ არ გესაქმება დედის მუცელში. მზრუნველი კი დედამიწა არის. ვინ ჯერჯერობით აქ ვართ, მზრუნველი კი. მაგრამ მარტო მზრუნველი არ არის. იმან უნდა გშვას. და გშვას მარადისობისათვის. აი ეკლესიას ეწოდება დედა იმიტომ, რომ გზავნის ჩვენ მოგზაურებს აქედან სასუფეველში. ზეცა დედამიწაზე, ასე ქვია. ზეცა ეკლესიას დედამიწაზე. გამოხმობილთა ოღონდ ეკლესია. ადამიანები, რომლებიც ხვდებიან თავიანთ წარმავლობას. რომ წუთის სოფელში მე გამჩერებელი რომს მინდოდეს ვერ ვიქნები. და შესაბამისად, თუ ეს ასია, თუ მე გავიცნობიერე, ამით არის გამოხმობილი კაცი. სხვაგვარად თუ არ გააცნობიერა კაცმა, ჩვენ ადრეც ვისაუბრია ამაზე, რომ არის ჩიხში, რომ არის ხორცის მანქანაში და ეს ხორცის მანქანა არის დრო ჩვენი. ყველანი ამ დიდ მანქანაში ჩაყრილები ვართ უკვე. წამზომი ჩართულია ჩვენი. დედის მუცლიდან რო ისახება ბავშვი, უკვე წამზომი ჩართულია მისი ცხოვრებისა. დიდ მანქანაში ხორცისა ვარ ჩაყრილები. მაგრამ ვიღაც ამას აცნობიერებს და ამბობს, რომ მე ჩიხში ვარ. როგორც სხვა ადამიანი, მნიშვნელობა არ აქვს ეს სხვა ეროვნებისა, სხვა ფერისა, მნიშვნელობა ყველა ვარ ჩაყრილები. დრო ამუშავებს ამ ხალხს. და რა მეშველება მე? და მე ძიებას იწყებს. და მიდის ქრისტიანობა, თუ ქრისტიანობამდე მივიდა, ქრისტიანი ხდება და გამოხმობილი ხდება. ამ მანქანის, ამ წუთის სოფლის ამოვებისაგან გამოგვიძებული ხდება. ეძებს გამოსავალს. გამოსავალი რა არის? ქრისტეს აღდგომა, რომ მე გადავდივარ მარადისობაში და ეს ჩემი ხიდი დედის მუცლიდან ვიდრე გარდაცვალებამდე, თან არ ვიცი როდის მოხდება ეს გარდაცვალება, არის ხიდი. ორსულად არის დედამიწა ჩემზე. მილიარდობით შვილი ყავს. მზრუნველია როგორც დედა, მაგრამ შობს აუცილებლად. ამიტომაც ეწოდება მას დედა. ეკლესიაც ასია, როგორც მოგახსენეთ. აი პირველ საუკუნის ბოლოს იყო ესეთი დიდი წმინდანი, წმინდა კლიმენტი რომაელი, რომის პაპი. იცით თქვენ რომის პაპები მე-11 საუკუნის წმინდანები იყვნენ ზოგი. აი რომის პაპი ეს კლიმენტი იყო პეტრე მოციქულის შემდეგ მესამე, ზოგი მონაცემით მეორე ეპისკოპოსი. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ანუ თითქმის მოციქული იყო მოციქულების შემდეგ. და აქვს ესეთი ეპისტოლე ძალიან საინტერესო, კორინთელთა პირველი ეპისტოლე. და იქ ამბობს: მოვიკითხავ კორინთოს ეკლესიას, რომელიც მწირობს იმ ადგილას, ანუ კორინთოში. მწირობს, პაროიკუსა ბერძნულში ასია. მწირი ამ ქვეყნისა არ არის. მწირი არის მოგზაური. მწირი არის ისეთი პიროვნება, ანუ ისეთი მოვლენა მწირი, ამ მწირობს, რომელიც წარმოშობით სხვა წარმოშობისაა.
ამ წარმოშობისა მწირობაში ვერ იქნება. ჩვენ ლოცულობთ, რომ ადამიანები, რომლებიც ან საქართველოს ეკლესია, რომელიც მწირობს საქართველოში. რას ნიშნავს ეს? რომ საქართველოსი კი არ არის ეს. წარმოშობით ზეციურია ეკლესია. იმიტომ რომ გვასწავლის არა იმას, ფული როგორ ვიშოვომი აქ და ჯანმრთელობა როგორ მოვიხვეჯო. ამ წუთი სოფლისას კი არ გასწავლის. როგორ მოემზადო ჭირის მისაღება, შენი ახლობლების გარდაცვალება, თუ ავადმყოფობა, თუ თავად შენი. და უნდა იცოდეს შენ ეკლესია გეუბნება. როგორც სხვა ადგილობრივი ეკლესიები მწირობენ იმ ადგილებში, რომში, დაუშვათ იერუსალიმში, საქართველოში. შენს ხარ მწირი. მოგზაური ხარ მხოლოდ და მხოლოდ. და არა მკვიდრი იმ გაგებით, რომ მე რო ეკლესიაში მივალ ახლა, აი მერე ვიქნები ბედნიერი. მერე დაალაგდება ყველაფერი. არაფერი არ დაალაგდება. არაფერი არასოდეს არ დაალაგდება. ამ წუთის სოფელში სამართალი არასოდეს არ იქნება. არაფერი დაალაგებული არასოდეს არ იქნება. და ეს უნდა გააცნობიეროს კაცმა. აი ქრისტიანი კაცი პოლიტიკონობით არ ერთობა. შეიძლება გაერთოს რაღაც ზოგადად, მაგრამ ქრისტიანი კაცი ემზადება სიკვდილისათვის და ყველას ამზადებს ამისთვის, რომ გადავიდეს პარადისობაში. ეკლესიის ერთადერთი დანიშნულება ეს არის. სხვა დანიშნულება არ გააჩნია ეკლესიას. თქვენი თქვით, აბა სასწაულები, აბა ის დანარჩენი, რისთვისაც ჩვენ ხანდახან დავდივართ, ეს შედეგია მხოლოდ. ეს არის, აი, რო ვილოცე და ღმერთმა წყალობა მოიღო და გამოჯამრთელდა ჩემი შვილი. ან ახლობელი, ან მე გამოჯამრთელდი, ან ფული მომცა ღმერთმა, რაღაც. ეს არის შედეგი. შენი სწორი ცხოვრებისა, ჭკუა მოგიმატა უფალმა, რომ რაღაცა ნორმალურად იცხოვრო. მაგრამ შეიძლება რომ არ მოგცეს ეს ყველაფერი. და რამდენი ვიცით სახარებიდან ჩვენ 38 წლის განმავლობაში ავადმყოფი და თუ არ მოგცა მერე რაღაცი მჭირდება ეკლესია. რაღა გამოხმობილი ვარ მე. როგორც სხვა ადამიანები ისე ვიცხოვრებ. რა სიკვდილზე ფიქრი? რა მომზადებულობა? საით უნდა წავიდე რა დროს მომზადება? შვილები მყავს დასაზრდელი მე, იტყვის კაცი. ჩამოკრავს ზარი და უეცრად წავიდა. ავარიით ან გული გაუჩერდა და სხვა. ასე რომ ეკლესია დღეს დაბადების დღეა, როგორც მოგახსენეთ. ეკლესია ჩვენ არ გვთავაზობს წუთის სოფლის კეთილდღეობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შეიძლება ეს ყველაფერი იყოს. კი, ღვთის დიდი წყალობით შეიძლება. მაგრამ თუ არ არის და შეიძლება უმეტესად არ იყოს, უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ ჩვენ ეკლესიაში არ გავჩერდებით, თუ კი მართლა გამოხმობილები არა ვართ წუთის სოფლის ამოებისაგან. და არ ვფიქრობთ იმას, რომ მე ვიღუპები, მე ჩიხში ვარ ყველა ადამიანთან ერთად. და მე უნდა გამოვიდი აქედან. უნდა გამომიხმო ქრისტე, მაგრამ მე ვუერთდები თუ არა, ეს უკვე ჩემი არჩევანია. აი ერთადერთი დანიშნულება დედა ეკლესიისა. მშობიარია დედა ეკლესია ჩვენით. და არა ის ჯანმრთელობა მომეცი, კეთილდღეობა მომეცი, ფული მომეცი, შვილს ჩააბარებინე, კარგად გაათხოვე, სახლი ამიშენე, მანქანები მომეცი. რატო უნდა იყო ქრისტიანი? წინაპარი იყო ესეთი. წინაპარი რო იყო რა მერე? აღარ არის წინაპარი. მერე ის წინაპარი რო იყო და მეფეები
ბერებად რო შედგებოდნენ ხოლმე, რის გამო ხდებოდა? გამოხმობილები იყვნენ ამ წუთის. ამბობდნენ, ოქრობეწყლი ყველაფერი მაქვს, ხალხი მემორჩილება მე. რა ეს? ხვალ მატლების საჭმელი უნდა ვიყო. რა დროს ეს ყველაფერია? და შეუდგნენ ეკლესიას. აი ერთადერთი მიზანი და საფიქრალი. მართლა საფიქრალი რაც არის. დანარჩენი ყველაფერი არის მეორადი. სულ ყველაფერი. რატო? იმიტომ რომ არის წარმავალი და ხრწნადი და მოკვდავი, ჩვენნაირი. რატო უნდა იყო ქრისტიანი? ქართველი ვარ და მაგიტო. რუსი ვარ და მაგიტო იტყვის. ჩემ წინაპარს ესმოდაო. რა რო ესმოდა მე? რო ესმოდა იმას, ესმოდა, რატომ ესმოდა? და ჩვენ არა. ვბაძავთ უშინაარსოთ. ეკლესიის დაბადება, რა არის ეკლესია? სანთლის ადგილი. და რაღაც სათხოვარის ადგილი. არ არის ეს. უпроსტად მხოლოდ ეს არ არის. ეკლესია მშობიარობს ჩვენზე. აი ეს არის ერთადერთი მისია. მშობიარობს მარადისობისათვის. აქ ეჩვევი, დედის მუცელში ეჩვევა ბავშვის ცხოვრებას და მერე გადის სიცოცხლეში. ის სიცოცხლე არის დაუსრულებელი ამ სიცოცხლისაგან განსხვავებით. ამიტომ ეწოდება დედას ეკლესია, ან ეკლესიას დედა. და ასევე დედა მიწასაც. და არა მხოლოდ ისე, რომ მზრუნველია დედა ეკლესია, სულიერი გაგები ჩვენზე. სულიერი მზრუნველობა არის მომზადებულობა სიკვდილისათვის. და იმ უბედურებების გადასატანად, რაც შენ კონტროლის ქვეშ არ არის. აი მას ქვია მორჩილება ღვთისნებისადმი და ეკლესიის ხმისადმი კიდევ. ეს თუ არ გავაცნობიერეთ ჩვენ, დამრჩენები ეკლესიაში არ ვიქნებით. ფორმალური იქნება ყველაფერი. პირჯვრის წერები, საკმევლები და სანთლები არის პირობითობები ყველაფერი. თუ კი აზრობრივად გამოხმობილი არ ახარ შენ ამ წუთის სოფლის აბომებისაგან. ვერც ერთ უბედურებას ვერ გადაიტან. გონია ებრძვი და რას ებრძვი? ვერა, რომელიც ისეთ რამეს, რომელიც შენ კონტროლის ქვეშ არ არის. სიკვდილს ებრძვის კაცი. ახლობლისა თუ თავისი. ყველაზე დიდი მტერი ეს სიკვდილია, ადრეს გვითქვამს. დამარცხებულია ის. ამიტომაც შეიქმნა ეკლესია, რომ იმ დამარცხებულობის არსი გააგებინოს ადამიანს. მაგრამ გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ძარღვი და გონება და გულია, აი გარდა ამისა ყველაფერს მაბადიათ მივედ მოვედებით. ამიტომ ქრისტიანობა არ გვესმის. წლები გადის, ვითომ გამოხმობილია ეკლესიის წევრია, მაგრამ არ ესმის ეს ყველაფერი. აი ეს არის დედა ეკლესიის ვალდებულება. რომ მიიტანოს ჩვენამდე და მოიტანოს ჩვენამდე ის გზავნილი მკვდართა აღდგომისა. იმიტოა დამოწმების დღე დღევანდელ დღეს, რომ რაც მაცხოვარმა თქვა, ის აღსრულდა სულიწმინდის მოფენით. აი ამიტომ ყველა დიდი მოწამე და ყველა დიდი მოღვაწე იყო ძალიან დიდი. იმიტომ რომ ამას აცნობიერებდა, ყველა მათგანი ამას აცნობიერებდა. ამის გარეშე ქრისტიანობა, დედა ეკლესია ამის გარეშე არ არსებობს. დანარჩენი ყველაფერი ამას ემსახურება. შეიძლება ჯანმრთელობის პარაკლისი გადავი, ყველაფერი შეიძლება. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის გული და გონება ეკლესიისა. აი ეს უნდა ვიცოდეთ. დაგლოცოთ ღმერთმა. დედა ეკლესიამ
ჩვას მარადისობაში ყველა თავ-თავის დროზე და ამისათვის ჩვენ უნდა ვემზადებოდეთ. მგზავრები ვართ. ხიდზე ვცხოვრობთ, ხიდზე. და ხიდზე სახლს არავინ არ აშენებს. როგორც დედის მუცელში ვერ აიშენებს კაცი სახლს, როგორც კარგად არ უნდა გრძნობდეს თავს. რატო? იმიტომ დედამ უნდა შვას 9 თვეში და იმ ბავშვმა რო აიშენოს იქ სასახლე, არავინ არ გაუჩერებს ამ სასახლის. აი ესეთი რეალობაა ჩვენი ცხოვრების. გუშინ ვისაუბრეთ ამაზე. დააგდოსოთ ღმერთმა და ჯვარი გეწეროთ, იცოცხლეთ.